ვისაც იუპიტერი ყავს სასწორში, ან იუპიტერი ყავს ვერტში, ცოტა განსხვავებულად იმუშავებს, იმიტომ რომ იუპიტერი ვისაც ვერტში ყავს, სატურნი მან რო გაივლის, საკმაოდ პოზიტიური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სტრუქტურას მისცემს სატურნი მათ იუპიტერს. აი განსხვავდება აქ ზოდიაქოთი და განსხვავდება იუპიტერით. იუპიტერი ეს არის დიდი გაფართოება, დიდი შესაძლებლობები, ლიდერული ტენდენციები ვერტში აქვს მაგალითად, მაგრამ სატურნი უკვე იქ იუპიტერთან მისცემს, აი როგორც იქნა გაღიარეს, როგორც იქნა შეიძლება უკვე დადო შედეგები. ეხლა აქ 15-16 წლის ბავშვი ნაკლებად რომ დადებს შედეგებს, ხო? მაგრამ შეიძლება გარკვეულ ვისაც ძლიერი სატურნი ყავს იმ შემთხვევას უფრო გულისხმობ, შეიძლება დადონ მართლა შედეგები და რაც უფრო ასაკში არის ადამიანი, მათთვის შეიძლება უფრო პოზიტიური იყოს კარიერული მიმართულებით, ოღონდ. იუპიტერს ასწორებს, ეხლა ოპოზიციას რო გაუკეთებს სატურნი აქ იქნება უფრო, აიცით როგორი რაღაც, რომ აი ბოლო შანსი პირადი ურთიერთობები დაალაგო, იმიტომ რომ სასწორი პირადი ურთიერთობები არის და ვერძი ეს არის ზუსტად იქიდან ოპოზიცია, რომ აი მოდი ერთი სტრუქტურა შევქნა, რომ პირადი ურთიერთობები დავალაგო. იქიდან ნეპტუნიკა თუ გააკეთებს ოპოზიციას, მოდი რა გეოცნებებოდა, როგორი ოცნებას ჰქონდა პირად ურთიერთობებზე, ან პარტნიორულ ურთიერთობებში, ან საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხო? მოდი ამაზე იმუშავე. აი სატურნი ამ სტრუქტურას შექმნის. ვისაც სატურნი სასწორში ყავს, ან კირჩხიბში, ან თხის რქაში, ამათთან შექმნის ეს ნეგატიურ ასპექტს სატურნი ვერტში რო გადავა, ხო, ოპოზიცია კვადრატურას და შეერთებას, ხო, ვისაც დაბრუნება ექნება სატურნი ვერძის ზონაში. მაგალითად, სასწორებისთვის სხვათა შორის არის ესეთი ციკლი, სატურნის ციკლი, დაბრუნება, მერე პირველადი კვადრატურა, მერე პირველადი ტრიგონი, ჰარმონიული ასპექტი ამ შემთხვევაში, მერე ოპოზიცია, ანუ აი ამ ციკლებს გადის ხოლმე ყოველთვის, ხო, სატურნი. და არის 28-30 წლის ასაკში დაბრუნება პირველი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის. ამ პერიოდში ან შვილი უჩნდებათ, ან ქორწინდებიან, ან კარიერული წარმატება ეწყებათ, ანუ რაღაცნაირად საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება. შემდეგ არის კვადრატურა, დაახლოებით ესე უხეშად რო ვთქვა 35 წლის ასაკში, ესე 35-38 წლის ასაკში. შემდგომ ოპოზიცია არის კლასიკურად 44-45 წლის ასაკში, ეს ყოველთვის ეს ციკლი არის და ეს წლები არის ხოლმე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რადგან სასწორზე ლაპარაკობთ აქ ამ სასწორი სატურნებზე, ხო? ზოგისთვის შეიძლება ეს დაქორწინება იყოს, ზოგისთვის პირადი ურთიერთობების დალაგება, ვიღაცისთვის განქორწინება შეიძლება იყოს, ну რადგან ეგ პირად ურთიერთობებზე არის ლაპარაკი, ზოგისთვის ეს კარიერული წარმატება იყოს, იმიტომ რომ სასწორში სატურნი ეს არის საკმაოდ ესეთ სოციალური სატურნი და საზოგადოებაში წარმატების ერთ-ერთი მანიშნებელი არის და აი სატურნი